დარიალის ხეობაში სამაშველო და გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. მეხუთე დღეა კვლავ დაკარგულად ითვლება 7 ადამიანი. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და გეოლოგებთან და მაშველებთან ერთად დღის სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ. უფრო დეტალური ინფორმაციას ჩვენი რეპორტიორი ბექა პატურაშვილი მოგვაწვდის, რომელიც ხეობიდან ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ბექა, გისმენთ. წვიმიანი ამიდის მიუხედავად მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები, ასევე გაწმენდითი სამუშაოები. განახლდა დილიდან აქ იმყოფებიან ინფრასტრუქტურის მინისტრი, ასევე გარემოს დაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც მაშველებთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, დღევანდელი დღის მთავარი გეგმა არის ის, რომ შემოვლითი გზა, სათადარიგო გზა გაიხსნას, რაც აღადგენს ლარსთან, ვლადიკავკაზთან კავშირს საქართველოსთან. გარდა ამისა, მთავარი გეგმა არის დღის, რომ მოხერხდეს მდინარე თერგის ძველ კალაპოტში დაბრუნება. მიმდინარეობს ამ ეტაპზე კალაპოტის გათხრის, გაღრმავების სამუშაოები და სპეციალისტების ვარაუდით, სავარაუდოდ ერთ დღეში ან დღენახევარში მოხდება თერგის გადაგდება კალაპოტში, რის შემდეგაც უფრო გახდება შესაძლებელი, რომ უფრო ეფექტურად გაგრძელდეს სამაშველო და გაწმენდითი ღონისძიებები. ინჟინერებთან და საქმის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ პროექტი, რომელიც მომამზადა გზების დეპარტამენტმა. პროექტი ითვალისწინებს იმ სამუშაოების კონკრეტულ გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა გაგრძელდეს სამუშაოები. ეს არის პირველი მიმართულება, რომ თერგის ახლად გაჭრილი კალაპოტი გაფართოვდეს. მეორე მიმართულება ესაა ის, რომ დროებითი გზის გაჭრა მოხერხდეს ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით და მესამე ეს არის სამძებრო სამაშველო სამუშაოების განხორციელება. ჩვენთვის გამოყოფილია ყველა ჩვენთვის საჭირო ტექნიკა და 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. შესწავლილი არის ყველა ის სავარაუდო ადგილები ამ ეტაპზე, რომელიც კი გამოჩენილი იყო სადმე დამარხული ტექნიკა, სამწუხაროდ საძიებო სამაშველო სამუშაოებს ამ ეტაპზე შედეგი არ გამოუღია. სამაშველო ღონისძიებების პარალელურად სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობენ გეოლოგები და ექსპერტები. დღეს დილით მყინვარწვერისკენ გაემგზავრა 4 დამატებითი ჯგუფი გეოლოგების. ისინი დააყენებენ GPS სისტემებს და ასევე სეისმურ სადგურებს. მოხდება დაკვირვება სეისმური ბიძგების და გარდა ამისა მოხდება შესწავლა თუ რამ გამოიწვია სტიქია და დაიდება საბოლოო დასკვნები. გარდა ამისა მომზადდება რეკომენდაციების სამომავლოდ. ამ პროცესს უშუალოდ აკვირდება გარემოს დაცვის მინისტრი, როგორც ის აცხადებს, სავარაუდოდ ერთი კვირის ვადაში მოხდება პირველადი შემაჯამებელი დასკვნების დადება. დამეთანხმებით ერთი ადამიანისთვის 24 საათიანი მუშაობა ძალიან რთულია. მთლიანად დაახლოებით 10 გეოლოგია მობილიზებული. მყინვარწვერის დათვალიერება მოხდა გუშინ გლაციოლოგების მიერ, ანუ მყინვარების სპეციალისტების მიერ, რომლებიც დააკვირდნენ რა მდგომარეობაში არის თვითონ მყინვარი. ანუ მთლიანობაში ეს ყველაფერი შეჯერდება, შემდეგ იქ მყინვარის მდგომარეობა, იქ ქანების მდგომარეობა. სეისმური სადგურების საშუალებით ჩვენ სეისმური მოვლენების, ანუ მცირე მიწისძვრების, რომელიც ხდება ამ რეგიონში, მის მონიტორინგს ჩავატარებთ და ინფორმაციას გავიგებთ დედამიწის ქერქის აგებულების შესახებ. რაც შეეხება GPS სადგურებს, ისინი ინფორმაციას გვაძლევენ დედამიწის ქერქის გადაადგილებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბთან სტეფანწმინდაში რამდენიმე საათის წინ მოვიდნენ ადამიანები, დაახლოებით 10 პირი, რომლებსაც სურდათ ვლადიკავკაზში გადასვლა, თუმცა ამ ეტაპზე იმის გამო, რომ დამატებითი გზა, სათადარიგო გზა ჯერჯერობით არ არის გახსნილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ისეთ პირებს, რომლებიც იმყოფებიან ამ დრომდე საქართველოში და სურთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადასვლა, მოუწოდებენ, რომ ისარგებლონ ალტერნატიულ გზით ან დაელოდონ სათადარიგო გზის გახსნას. მე შეგახსენებთ, რომ სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება დარიალის ხეობაში და ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 7 პირი. დიდი მადლობა. ბექა პატურაშვილი საუბრობდა დარიალის ხეობიდან პირდაპირ.